იგი დაიძრა ჩვენი პირველი ნაბიჯები ველოსამაგრის კაბადოკიაში ველოსიპედებით მოგზაურობა ჩვენ ყველას ოცნება იყო, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ეს ოცნება რეალობაში მოუყვა. შესაბამისად გჭირდებოდა ველოსამაგრი, რომელსაც მოუხერხებით ველოსიპედების უსაფრთხო ტრანსპორტირებას კაბადოკიამდე. შევადგინეთ უმარტივესი ნახაზი, რომელიც სისულეში მოუყვანდა და სამაგრი ავაწყეთ, რაშიც დაგვერწყმავდნენ რკინის შემთხვეველი ბიჭები. თბილისიდან კაბადოკიამდე დაახლოებით არის 1250 კილომეტრი ნაზი, რომელიც გაფარვასაც ვაპირებდით ხენახეობაში. საღამოს უნდა გავსულიყავით თბილისიდან, საზღვარზე გადავსულიყავით სარფში და შემდეგ მეორე დღეს ჩავსულიყავით კაბადოკიაში. ამ ვიდეოში კი ნახავთ ჩვენს მცირე თავგადასავალს კაბადოკიის შესახებ. როგორ ვიკატავეთ, როგორ ნახეთ ულამაზესი ბუშტები და დავიწყარი ემოციები როგორ მოვაგროვეთ. გამარჯობათ, მეგობრებო. ეს არის 4 ივლისი და აი ეს ხდება ჩემი უკან. 2025. მანქანა დავტვირთეთ ველოსიპედებით, 3 ზევით, 1 უკან. კიდევ ერთი მეგობარი შემოგვირთება უკვე, სადაც მივდივარ. იქ ამ კაბადოკიაში დაგვხვდება ვიყოფებით უმაგრეს სანაყინესთან, სპაგულეთთან. სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და აირჩიოთ ძალიან მაგარი გემოების ნაყინები. ბიჭებო, როგორი ზადყოფნა გაქვთ? მილოდ გვემახსოვრება ეს. როგორი ზადყოფნა გაქვთ? ჩვენი ოფერია. წავედით და შემდეგ ვიდეოში ნახავთ რა მოხდება დღეს და ხვალ და შემდეგ დღეებში. ვიძარით ნელ-ნელა თბილისიდან, თუ საცობი არ იქნება, მალე გავალთ, გაუყვებით გზას კაბადოკიისკენ. საცობი იქნება, მაინც გავალთ. და დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, კარგ დროს გავატარებთ, კარგ მოგონებებს დავიგროვებთ და რაც თავარია ველოსიპედებით მაგრად ვისიამოვნებთ. მაგრამოში და გამოწვევით აჯაფსა და ლუჭარი, მაგრამ მაინც მაგრამში. ინკალია რა? მე მეზარება ამშია. ჩებურეკები ხარ ჭამ ცხეთაში. ხო, ცხეთის ჩებურეკები, ფუ რა მაგარი ბარძობაა, მაგი როგორ თქვი ვაფშე. აი ხარ, შეგერგო. აი ხარ, ოფერი. შვიდობიანი გზა ბიჭებო. ეს ის მეობა, შეჭიმა. საქართველოს-თურქეთის საზღვარზე აუცილებლად გვჭირდება მანქანის ტეკ პასპორტი. ოღონდ აუცილებლად უნდა გავვითვალისწინოთ, რომ დაზიანებული არ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვერ გადახვალთ საზღვარზე. გვჭირდება დაზღვევა, რამდენი დღითაც მივდივართ, იმდენი დღიანი, ასე ვთქვათ. იქვე შეგიძლიათ შეიძინოთ საზღვრამდე სარფში. ჩვენ დაახლოებით 50 ლარი დავუჭდა 10 დღიანი დაზღვევა მანქანის. ჩამოვედით თურქეთის საზღვართან, ველოდებით დაზღვევას მანქანისას და შემდეგ დავიძრევით. ივარ, როგორ ახარ? ხო არ დაიღალეთ? არა, საერთოდ შემართებით. ენაცვა. ველოსიპედებით აი დავასვენეთ, თელეგზა ვასვენეთ. მე გადავთ. ეხლა გადმოვიარე უკვე თურქეთის საბაჟო. აქეთ საზღვარზე გადმოვედი, ღამის 3 საათია, ცოტა გაგვეწერა დროში, მაგრამ არა უშავს. ეხლა ბიჭებს დავეროდები, ჩავსწრებით და გავაგზავნებთ სიარულს კაბადოკიისკენ. როგორ გადმოვედი და ღვედი გაიკეთე არ დაგვაჯარი მახარეთ. ბიჭო, არა, ლირებშია ჯარიმები შეჭი. როგორ გადმოვედი და ბიჭო, შემოწმება გავიარე, დავარეგისტრირე მანქანა და მე ერთმა მითხრა, რომ ამდენი ველოსიპედი არა ჩინური რა გაიყო და თურქულზე ამდენი ველოსიპედი რა გინდაო და ასაკიდეთ ხوار ვიყო. დაუთხარა ბიჭო კაბადოკიაში მივდივარ, უნდა ვიკატაობეთ. მე 4 ველოსიპედი რა გინდა? 4 ვარ თვითი ბიჭები მელოდებიან, გამიშვიღა. თუ კაცი ხარ მე გამიშვიდ გო ეხლა თქო. შეგი მოვდივართ ისევ გზაში, მეორე დღეა უკვე და დაახლოებით 600 კილომეტრამდე დარჩა კაბადოკიამდე და ახოთ როგორ ჩავართ, ეხლა უნდა დავისვენოთ რაღაცას, გამოვიძინოთ და მერე გავაგზავნოთ გზა ისევ. მოვდივართ ისევ და ისევ გზაში წუთ შესვენება.
როგორი განწყობით ხარ, აბა? მაგრამ შია. მერე ჭამოთ. თქვენგან გასხოვებით კარგად გამოვიცინე. და ტყდები ბუნებით ასწრებს. მანქანას ვასვენებთ ცოტა ხანი, ჩვენც დავისვენებთ და მერე გავაგზავნებთ გზას. ვისკი აუცილებლად. ერთ-ერთი უღელტეხილი ამოვედით და ულამაზესი ხედები დაიშალა. ახლა ჩაი და ყავა უნდა დავლიოთ აქ. ლადექი მეკითხა. როგორ და? აგიჩერე და მაუ ბიჭო, მაშინ თხილად იყავი, კაროჩი. თხილად ვიქნები მაგრამ. მე არ გაგვაჩერე. ესეთი კებაბები მზადდება ეხლა ჩვენთვის. გადარა სახის არის? აზიარება. სხვადასხვა ხო შევუკვეთე. ხომ არა, არ ვიცი. ანა მენიუ სადაც იყო. მენიუ სადაც. აი, ესეთი თურქული კერძებით ავამალამაზეთ სუფრა. წყალი მიეც. არის, უკან არის წყალი მიეც. უკან არის წყალი. How are you, man? Good, and you? Fine, thank you. I'll give you new one. Where are you from? Where are you from? America. Oh, Yeah. nice. I'm biking from Italy to China. Wow, Turkey great. is çok güzel. Talk to them. We are going to Cappadocia right now. Enjoy. I was just there. Oh, Beautiful. how's the weather there? Good. Very good. Okay. Okay. Have a nice Goodbye. trip. Bye. Bye bye. Thank you. So, ესეც ეს ჩვენი ამერიკელი ძმა მოგზაურობს კაპადოკიიდან მოდიოდა. კაპადოკიაში. ჩინეთში მიდიო. ჩინეთში მიდიოდა. თან მარტო და მაგარია, მარტო, მაგარია. ბაიკპაკინგი, ტურინგი, ძალიან მაგარია. ცოტა ხანი გავჩერდით ესეთ ადგილზე. წაუ კემპინგეთ დავისვენეთ, რომ ძალიან გადავაბით სიარული, რა 900 კილომეტრი გავიარეთ სადღაცას. თითქმის გავუჩერებლად მხოლოდ 2 საათი გავჩერდით ერთ ადგილზე. არა უშავს დაღლილობა კი გვაქვს ცოტა, მაგრამ როცა უკვე დავდგებით ბაიკ ტრეილზე კაპადოკიაში ეს მთელი დაღლილობა გაივლის. დღეს ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ სიარული ცოტა ხანში, დაახლოებით 360 კილომეტრი გვაქვს დარჩენილი კაპადოკიამდე და შემდეგ უკვე ხვალდილას დავიწყებთ ბილიკების მონახულებას და გადაობას ბილიკებზე. და კიდევ ერთი შესვენება კაპადოკიამდე, ასეთი თურქული საჭმელების კაფეში მოვედით. შევუკვეთეთ რაღაცები და მალე მოვიტან დავაგემოვნებთ კიდევ აქაურ ტრადიციულ სამზარეულოს. აბა ბიჭებო, როგორ მოხწონ თურქული სამზარეულო? დებით საოჯახო მენიუს. that's what I ფეშეგიზეთ მეგობრული და აი ეს პატი მოყარე და ერთი მინუსია. აი ცივილუდი არა. მარტო გაქვს აირანი, ხო? მენიუ მოვიდა. საოჯახო ლევან მიირთი გემრიელად ძმაო. ნახოთ აბა რა იქნება. ესეც კაპადოკია. ვა, ლადო რა ვახარ. ოხარ მაგრად. მოკლედ კარგი ამინდია სიცხე ხავად არას გავისეირნებთ. ნახავთ ადგილებს დავათვალიერებთ და დილით როგორც ვიცი დაახლოებით 4-დან უნდა მომიზადოთ რომ ეს ბუშტების აფრენა და მთელი ამბები მე არ ვილაპარაკე. გადავიღოთ, გადავიღოთ ყველაფერი. რაღაც ადგილები ვიცით რაც უნდა მივიდეთ, რაღაც ადგილები დღეს უნდა ვნახოთ. საერთო ჯამში ულამაზესია და დანარჩენს მე ვიდეოდან კიდევ ვნახავთ.
რადუშ, კაი ადგილია. პეპერსკი. რადუშ რა ვახრაში. აგრა ასწორებს. ძალიან ბევრი ვიარეთ ხა. ბილიკები გავიარეთ რაღაცები ნახეთ, აი ესეთ გამოქვაბულიან სახლს მივაგენით, გამოქვაბულ სახლს. სადაც სავარაუდოდ ადრე ვინმე ცხოვრობდა კიდევაც შეიძლება. ბიჭებთან ერთად საღამოს დაშვება გავაკეთეთ. ცოტა ქარია, მაგრამ რა ესე ვეღარა. ძალიან მაგარი ხედი გვაქვს წინ უკანაც და ყველგან საერთოდაც. იგი დილის 5-ის ნახევარი მივდივართ ბუშტები. ნახოთ კაბადოკიაში და იმედი მაქვს რომ ისე დაუბერავს ქარი, შუაში გაუძვრებით ამ ბუშტებს ბილიკებზე. მიდი, ატრიალე, ჯერ ადრე, ატრიალე. შეგი მოვედით ახლა პანორამაზე გადასახადზე. ქვევით ბუშტები იბერება. აქეთ მაგარი მზის ამოსვლა გვაქვს. და ქვევით ბუშტებს ბერავენ. მაგარი სტრანი ხარ. ყველაზე ლამაზი ხედი ახლა იქნება მაქსიმალურად ახლოს. ანუ ახლა რა ლამაზია ჩემი დედას პიცა. აი ესეთი ლამაზი განახაობა არის ჩვენ გარშემო. ესეც დღევანდელი დილა. დღევანდელი საღამოს დადგა ახალი ბილიკების საძებნელად გავდივართ. დღეს კარგი დღე გამოგვივიდა. ესე იგი დღე მეხუთე. ვინც მოდიხართ კაბადოკიაში? აჰა, ივა მოვიდა ნელა ბიჭო, ნელა. საღო. ჩადაღებულია ძმაო. ქალაქი გორემი არის კაბადოკიაში ყველაზე ესეთ განვითარებული და ლამაზი სანახაობრივადაც მანდარის ველობილიკები და მაგის ზევით შეიძლება რამდენიმე ბილიკი ნახოთ რა. ახლა ვეძებთ ახალ ბილიკებს ამ დუნებზე. ჩავდივართ კანიონში და იმედი გვაქვს რომ კარგი ბილიკები იქნება აქაც. ძალიან მაგარი მზის შესვლა გვაქვს. და ნახავთ რა იქნება ეხლა. ბაიკის კვალი. Haydi! Okay, sorry. მოკლედ, დღევანდელი საღამოც ძალიან დატვირთული გამოვიდა ემოციურად. ახალი ბილიკები აღმოაჩინეთ. ჩემმა კენიონებში არა. ბიჭებსაც ძალიან მოეწონათ აქაურობა, ანუ ეს ახალი ბილიკები და ისევ და ისევ ზღვა ემოციები მოაქვს. რა ვისაც მაუნტი ბაიკინგი უყვარს, ან ზოგადად ველოსიპედი უყვარს, აუცილებლად უნდა სცადოს კაბადოკია.
ახლა ემოციების სასწაული შეგრძნება. აბა რა. საუკეთესო ემოციები. ზუსტად ბილიკების ასე თქვა GPX-ები არ გვაქვს ჯერ, მაგრამ შეგვიძლია რომ მე სწრავიდან გადმოვიტანოთ რაღაცები და გავაზიაროთ. ალბათ დაეხმარება მომავალში ვინც ჩამოვა აქ რომ იკატაოს და დიდი შემონება მიიღოს. ისეთი როგორიც ჩვენ. მაგრამ ყველაზე მაგარი შეგრძნება დღეს მაინც ბუშტების ამოფრენა იყო, აი ეგეთი მაგარი ზაპარული არაფერი არ გვინახავს აქ ჯერჯერობით რა. 5:20-ია და გვესიკვდილებოდა თქმა ისეთი დაღლები ვიყავით გუშინ ძალიან ბევრი ვიკაწავით, მაგრამ გუშინ ფულთების ნახვის დროს მიხარას სიამოვნება მივიღეთ, რომ ყველანაირი დაზარება გადავდეთ გვერდზე და მეორეჯერ მივდივართ სანახავად, ან ივას არ უნახავს გუშინდელი ამბავი და ბიჭები ამზადებიან ქვევით. Hi! აი მაგარმა ბიჭებმა გამიჩერეს მანქანა. Hello. ავტოსტოპზე, იმიტომ რომ ძალიან შორს მყავს მანქანა დატოვებული და აი უბრალოდ ძალიან ბევრი აღმართია, ბევრი ტრეილი ვიარეთ და ეხლა მივდივარ რომ ბიჭები წამოვიყვანოს ახლამდე. ამომიყვანეს ბიჭებმა მანქანამდე დაახლოებით 1-2 წუთის სავალიღა იყო იქიდან და ეხლა ჩავაკითხავ იქით არის ჩემი მანქანა. ულამაზესი ადგილებია აქ. ძალიან მაგარი ზის ამოსვლა იყო დღეს. ვინც მე ოდესმე წამოხვალთ კაპადოკიაში და დააპირეთ რომ ველოსიპედით იკატავოთ. დილით გადიან ხოლმე. დაახლოებით 5:30-ზე იწყებენ აფრენას ბურთები. და შემდეგ დაახლოებით საათნახევარი, მაქსიმუმ 2 საათი დაფრენავენ ხოლმე ცაში. რაც აი ულამაზესი სანახავია. კიდევ გავმეორდები რომ ვისაც ველოსიპედი უყვარს და არა მარტო mountain bike-ი, gravel bike-ებიც ძალიან მაგარ სიამოვნებას მიიღებთ ამიჯერით. ასეც ჩემი მანქანა. მოდი. ძალიან ხო, რაც თავარია კიდევ ძალიან ბევრი საკემპინგი ადგილები არის, სადაც შეგიძლიათ დარჩეთ ღამე და შემდეგ პირდაპირ კარვიდან უყუროთ ბუშტების აფრენას. წავედი ბიჭებთან ახლა. ოპა, ნახე რა თუხტუხა დესერტი მომიტანეს. ბიჭებო, როგორია, კაპადოკიის ბოლო საღამო? ჩოქჩუზელი. მოკლედ ესე იგი ჩვენი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება. დღეს ბოლო საღამოა 2025 წელს კაპადოკიაში ჩვენი. საერთო ჯამში ძალიან მაგარი გასვლა გამოგვივიდა. ველოსიპედებით ვართ აღთოვანებული, რა ადგილებიც გავიარეთ, როგორაც ვიარეთ. კანიონებშიც ვიარეთ, ბილიკებშიც ვიარეთ, თავალ ბილიკებზეც და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ასე ვთქვათ რა. და შესხვალე შევხედავთ როგორ ვივლით, სად ვიქნებით და ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა არის ღამის 2:30 დაახლოებით. ხვალე მოვდივართ საქართველოსკენ და უცებ აი ესე ბიჭები ვისხედით. უნდა დავწოლილიყავით, რათა ენერგიები აგვემატებინა ხვალინდელი წამოსვლის დროს.
მაგრამ რომელი ენერგიის მოვატება შეედრება ველოსიპედით გამოკატავებას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საბოლოო ღამის რაიდი გავაკეთოთ კაბადოკიაში. მე, ივიკო და ლადო მოდის ბოლოში. ოღონდ ისიც დაამატერო, სანამ აქ წამოსვლას გადავწყვეტით, ლუდს ვსვავდით. ხო, ესე ვისხედით, ლუდს ვსვავდით, ისე ნორმის ფარგლებში და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ წამოსულიყავით. ხო და დავეშვებით ახლა ბილიკებზე და მე ნელ-ნელა ავკურდებით სახლში, იმიტომ რომ elevation-ი ცოტაა 300-350 მეტრია. ასაწევი მე. აბა წავედით. ასეთი ჩაი და გვიეულობა მოგვართვეს. სრულიად უფასოდ. როგორ ლადო? რათან კაპიკებში. კი. განჯიგრები არიან რა, სასტუმროს ხალხი უფასოდ რა ვითქმელება რაღაცა 3 ღამე სასტუმრო 98 ლარია ჩემი ფეხებია. არაფერი. და მაგარ ხედზე და რა ვიცი. მოკლედ ჩვენი კაბადოკიური თავგადასავალი ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს. დავიწყეთ ჩალაგება, უნდა გამოვეგზავროთ უკვე თბილისისკენ დაახლოებით 1-2 საათში. ველოსიპედები დამაგრებულია. ბარგსაც ნელ-ნელა ჩავალაგებთ. ველოსიპედი, ორი ველოსიპედი გვაქვს დამოსახები და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობით ჩაეროს და მშვიდობით ჩამოვართ სამშობლომდე. აბა, სასყვა ვერდიქტი. არ მინდა იმიტომ რომ შორიგზა. მაგრამ როგორი მიგვაქვს რა ქვია, მოგონებები აქიდან? ძალიან გაიყო. ცოტა მე მებევრა. ეს წერა. მაგრამ პირველი 3-4 დღე მაგრაბიკა. ძალიან გაიყო საერთოდ. ესე იგი, ველოსიპედები აყენებულია უკვე 5 ქვევით ბიჭები. მაღაზიაში ჩავიდნენ. საბოლოოდ სნეკებს მივიღებთ რაღაცებს. დავждებით, ეხლა ჩავაკითხავ და წამოვალთ საქართველოში. გზად ხარ? 1200 კილომეტრისთვის? კიდეც არ მინდა, მაგრამ ეზარება. მოკლედ გუშინ გადმოვიარეთ საზღვარი ღამე 4 საათზე რაღაცას და უკვე თბილისამდე სიარულის თავი აღარავის აღარ ქონა დღეს. გავისვენეთ ცოტა დილით. და ავიძებით თბილისისკენ. აგერ ბიჭებს ძინავთ ისვენებენ. 865 კილომეტრი ვიარეთ გუშინ გაუჩერებლად. და მაინც აისახა ეს ყველაფერი დაღლილობაზე ბოლოს და დასვენება გადავწყვეტეთ. გადავისვენებთ, წავალთ და ჩვენ მოგზაურობასაც დავასრულებთ თბილისში.